საღამო მშვიდობის მეგობრებო, ისე და ისევ მოვედი თქვენთან. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი პარტნიორის ჩაიფიქრეთ პარტნიორი და მოდი გავარკვიოთ ახლა მისი უთქმელი გულის ტკივილი. მისი უთქმელი გულის ტკივილი. კი ბატონო, დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ და დავიწყოთ. პარტნიორის უთქმელი გულის ტკივილი. რა არის ის, რაზეც გულის ტკივა? გულის შესტკივა თქვენს პარტნიორს. კი. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს, ძალიან დიდი სტრესი აქვს. ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა და ამას არ გეუბნებათ. ეს ადამიანი არ გეუბნებათ კიდევ რომ გარისკა რაღაც თავგადასავალი და ეს იყო მისი ცუდი რისკი, რაც კი იყო თქვენგან წასვლა. გარისკა თქვენგან წასვლა ამ ადამიანმა, ამ ადამიანს არ ეგონა თუ ეს ესე ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ გარისკა კი. აი რო იტყვიან, ბეც წაითამაშა მეგობრებო. კიდევ მისი უთქმელი გულის ტკივილი. და არის აი ეხლა ძალიან სტკივა გული, მისი უთქმელი გულის ტკივილი. როგორ უნდა რომ პასუხისმგებლობა არ იყოს, როგორ უნდა რომ აი გულით ეს ყველაფერი გააკეთოს, როგორი სიამაყე აქვს, ამ სიამაყეს ვერ აბიჯებს, ვერ გეუბნებათ ამას რომ სიამაყე აქვს ძალიან დიდი. ძალიან შეუპოვარია, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს, ამას როგორ გეტყვით მეგობრებო, თუმცა საქციელებით თქვენ გახვედრებთ ამ ყველაფერს. თქვენ შორის მოხდა ეს რაღაც ნაპერწკალი და ეს ყველაფერი მას ძალიან გულს ტკენს. კარტია მომივარდა და რა არის ეს? ხო, გაურკვევლობაშია მეგობრებო თქვენი პარტნიორი, ძალიან ძალა გამოცლილია, თუმცა შავი და თეთრის გარჩევა უკვე ისწავლა. თქვენ ხართ მისთვის სერიოზულად, რო იტყვიან, მნიშვნელოვანი ადამიანი. თქვენ ხართ მისთვის ძალიან ფასეული. ეს ამ ადამიანმა იმდენი იფიქრა თქვენზე, რომ აი ძალიან ცუდათაა, ძალიან განიცდის, ძალიან ენატრებით. აი რო იტყვიან, თქვენსკენ აი ნაბიჯები უნდა და ამის წამს რომ თქვენამდე მოვა, როგორღაც, მაინც მოვა თქვენამდე. მისი უთქმელი გულის ტკივილი. რა არის ის, რაც მას გულს ტკენს? სიშორე, მანძილი. რაც ყველაზე დიდი, აი ეს რაც ორივე სიშორის კარტი, რაც ყველაზე დიდ გულის ტკივილს იწვევს, მასში ეს არის სიშორე. სულ წარმოგიდგენთ ფანტაზიებში, სულ იმას ფიქრობს, რომ ძალიან შორეულ პერსპექტივაში გხედავთ. შორს ხართ რო იტყვიან, კი დრო, მეგობრებო, დრო იქნებ თქვენი პარტნიორი ყოველთვის საათს უყურებდეს. აი ესე დროს ითვლის ყოველთვის, დროის მოლოდინშია. აი ეხლა თუ ხვალ, ეხლა თუ ზეგ, ამ კვირაში თუ იმ კვირაში, წელს თუ მომავალს, რაღაც ესე, დრო. მისი გულის ტკივილი. კი, ბევრჯერ უფიქრია ცუდზე, მაგრამ მაინც უფიქრია რომ რაღაც ახალი დაიწყოს. ამ ადამიანს უნდა რომ მეგობრულად მაინც მოგიახლოვდეთ, მოგიქუცურდეთ. ამ ადამიანს უნდა რომ გაღიაროთ. ამ ადამიანმა აღიარა თავისი დანაშაული, რო იტყვიან. აქ არის რაღაც მაგიური ჩარევები თუ ზეწოლა ადამიანების. არასწორი ჩარევები მეგობრებო. კი, მოდი კიდევ ვნახოთ მისი გულის ტკივილი. რა არის ის, რაც მას გულს ტკენს? ეს ჩავაბრუნე და ამოვიდა. მას გულს ტკენს ის, რომ თქვენ ხართ ჯერ ერთი მისი კარმა. მეორე ის, რომ მეგობრებო, აქ არის ლაბირინთში გახვეული ეს ადამიანი, რისგანაც ვერა და ვერ გამოვიდა. და აქ არის კიდევ აი ცოდვების გამოსყიდვა, ის კუპლენი, განთავისუფლება, აი რაღაციდან განთავისუფლება. შეიძლება ამ ადამიანს ესაჭიროება წმენდები, ან ზოგადად რაღაც ცოდვების გამოსყიდვა, ან რაღაცის გადახდა. რაღაცა უნდა ამ ადამიანმა რაღაც უნდა გააკეთოს ისეთი, რომ თავისი ცოდვები გამოისყიდოს. იქნებ მას უნდა რომ რაღაც ცოდვები გამოისყიდოს თქვენთან დაკავშირებით. კარგით, ან აუცილებელია რომ მან გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც თავის ცოდვებს გამოისყიდის მეგობრებო, რაღაც ესეთი. რა არის ის, რაც მას გულს ტკენს? ის რომ სულ ტოქსიკურ ურთიერთობაში გამყოფებდათ, ის რომ სულ ეს ადამიანი გარბოდა და გამორბოდა, ის რომ სულ გეწინააღმდეგებოდა, ის რომ სულ ამ ადამიანს დასდევდით, ის რომ სულ ეს ადამიანი გარბოდა და თქვენ მისდევდით თითქოს რაღაც ძალაუფლებაზე საუბრობს, გოლის გატანა მეგობრებო რო იტყვიან. ძალიან ცუდათაა, ძალიან გულდამძიმებულია, ძალიან გაავებულია. საკუთარ თავს ებრძვის ეხლა. ამ ადამიანს უნდა მეორე შანსი თქვენთან დაკავშირებით.
აქ არის ადამიანების ჩარევები, მეგობრებო. თქვენ შორის რაც ხდება, აქ არის მაგიური ჩარევები. რა არის ის, რაც გულს ткენს? ის რომ ეხლა ეს ადამიანი განდეგილის პოზიციაშია. განდეგილის პოზიციაში არის, იმიტომ რომ თქვენგან წავიდა, სულ გარბოდა ალბათ, მეგობრებო. გარბოდა აი გაუგებრობაში, სიბნელეში, სულ გარბოდა, წუმპეში გარბოდა, თავის ბალოჩი გარბოდა, გაიქცა და დარჩა იქ, მეგობრებო. ხო, დარჩა იქ. რას გეტყოდათ? რაზე შესტკივა გული? იმაზე, რომ ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან მიმზიდველი ხართ. აი ესე უნდა თქვენთან. შესტკივა გული, რომ აი შეიძლებოდა ესე ყოფილიყავით და აღარ ხართ. თქვენ ხართ ძალიან ულამაზესი მისთვის, ძალიან მომხიბლელი, ძალიან სიმპათიური. ვინც მიყურებთ, თუ მამაკაცები მიყურებთ, შემოაბრუნეთ, მეგობრებო. ამიტომ ძალიან სასურველი ადამიანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის და ეს ადამიანი გეგმავს თქვენთან დაკავშირებით აი ამ სიტუაციას. კიდევ რა ორი სიტყვა? კი, თქვენ ხართ ინი და იანი, ასე ამბობს, რომ თქვენ ხართ ინი და იანი. სად არის ის კარტი? აი, მეგობრებო, ამბობს, რომ ერთნაირები ხართ. ამბობს, რომ ერთნაირები ხართ, მეგობრებო, ინი და იანი. ძალიან განსხვავებული ხართ, კეთილი და ბოროტი. მოდი ასე ვიტყვი. თუმცა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ამ ადამიანმა, რომ თავისი მეგობარი დაკარგა. კი, დაბრუნება უნდა თქვენთან ამ ადამიანს და უნდა მეორე შანსი ისევ თქვენთან დაკავშირებით. არ ვიცი, მეგობრებო, რამდენად მისაღები იქნება ეს თქვენთვის, თუმცა ეს არის მისი გულის ტკივილი, რაც თქვენ არიცით და ეს არის ის ყველაფერი, რაც მას აწუხებს შინაგანად. ასე რომ, მე კიდევ გელოდებით კომენტარებში თუ რამდენისთვის მისაღებია ეს მისი პოზიცია თქვენთვის. აბა დროებით.